ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სოლიდარობის დღეა და ამიტომაც გამოვიყენებ ჩვენი კონცერტის დასაწყებად TikTok ტრენდი. მე გახლავართ მთავარი ქადაგებელი ზაზა ალექსიძე და ჩვენ შემოქმედებით ურთიერთობებს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ. დღეს ჩვენი მასპინძელია მამა დავითის როლში ბატონი თამაზ ქაჯაია. ხუხარი აპლოდისმენტები. ეს არის ძალიან მაგარი ეპოქალური ბაბუა, რომელიც გვაგროვებს ხოლმე 1 ივნისს. მე ხლა პატარა ბავშვები აღარ ამყავს და წელიწადში ერთხელ ხვდები მთაწმინდის პარკში და ეს არის საპროდიუსერო კომპანია ჯადოსნური ხმების დამფუძნებელი ბატონი თამაზ ქაჯაიას დამსახურება. ვაშალატა. მილეთის ხალხმა მოიყარა ხავი დღეს აქ. წმინდათა წმინდა ადგილია ქალბატონებო და ბატონებო. მე-6 საუკუნეში ღვთისმშობელი მარიამის შთაგონებით საქართველოსკენ ასურეთიდან გამოემართა 10-13 ასურელი მამა. მათ თავიანთი ადგილები მოძებნეს საქართველოში. იცით თქვენ ეს ადგილები სად რა და როგორ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შინაარსიანი სწორედ მამა დავითი გახლდათ და ამიტომ ჰქვია ამ მთას წმინდა მამა დავითის მთა. მთაწმინდა. ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და იდენტობას. გილოცავ წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში.
დავაყოლოთ.
მოგესალმებით მთაწმინდის პარკიდან ბავშვებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს. გისურვებთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას. ყველა ანსამბლს, ყველა აქ მყოფ ბავშვს მიულოცავ ჩემი ანსამბლის პატარა აონელების სახელით. ასევე მართლმადიდებულ სამყაროს მიულოცავ წმინდა ნინოს ხსენების დღეს. ვისურვებ ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას და ჩვენი პატარების წარმატებას. დღეს ბავშვთა დაცვის დღეს ანსამბლი კახეთი, ხელმძღვანელი ვალერი მიულოცავს მთელ საქართველოს ანსამბლ კახეთის სახელით, უსურვებ მშვიდობას ყველა მონაწილეს, ყველა მშობელს, ყველა ბავშვს, ყველა ორგანიზატორს. დიდი მადლობა დღევანდელი ასეთი ლამაზი დღის ჩატარებისთვის ყველას. მადლობა ყველას. დღეს 1 ივნისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ძალიან ბევრი ღონისძიებები დაიგეგმა. მუშაობა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ფაცვინის მარში და მუშაობის მარში ჩაეტარებია ეს ღონისძიებები და ახლა მუშაობის მარში არაჩვეულებრივ ჩატარდა ფაცვინის მარში არაჩვეულებრივი კოლექტივები ცეკვის, სიმღერის, ქართული ეზრების ვარსკვლავები ყველა და ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა, რომ ეს დღე ერთი დღე კი არა, ყველა დღე ბავშვებისთვის უნდა იყოს ამ ბავშვებს მშვიდობისთვის ამათი ჩვენ მშვიდობა გვინდა და ყველა ბავშვი ეხება ყველა უფროსებს პოპულაციაში ადამიანებს ყველა გამოიფხიზლოს და უნდა მიხედოს პლანეტას მშვიდობა ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს და ბავშვები ყველას ყავს და ინატრის იყოს ყველა ბავშვი ბავშვია ამიტომ ბავშვებს მშვიდობიანი ცხოვრების უფლება უნდა მიიღწევს.